ხშირად გაიგონებთ ფრაზას თუ ტესტოსტერონი ნორმაშია, T1 არ შეიძლება. რეალურად არსებობს გამონაკლისები, მაგალითად, როდესაც გენეტიკური მეთილირების ფონზე 5 ალფა რედუქტაზა ფერმენტი დათრგუნულია. ასეთ დროს საერთოდ თავისუფალი ტესტოსტერონი შეიძლება იდეალურ ნორმაში ან თუნდაც მაღალი იყოს, მაგრამ ორგანიზმი ვერ გარდაქმნიდეს მას დეჰიდროტესტოსტერონად, რომელიც აუცილებელი არის მამაკაცის ვირილიზაციისთვის. ასეთ იშვიათ შემთხვევაში ანალიზების მკაცრი კონტროლით ინიშნება ჰორმონჩამცვლობით თერაპია და ანდრაქტიმის გელი. ასევე არსებობს სუბკლინიკური ჰიპოგონადიზმიც, როცა ტესტოსტერონის ლაბორატორიული ნორმის ყველაზე ქვედა ზღვარზეა, მაგრამ პაციენტს მკაფიო სიმპტომები აქვს. აქ მნიშვნელოვანი არის LH-სა და ტესტოსტერონის თანაფარდობის შეფასება და შეფასება ზოგადად კლინიკური სიმპტომების. იმიტომ რომ კი, ანალიზში ტესტოსტერონი ნორმის ქვედა ზღვარში გადის, თუმცა ნორმაში გადის, მაგრამ თუ ადამიანს აქვს მკაფიოდ გამოხატული სიმპტომები, რაც ჩამოთვალეთ ტესტოსტერონის დეფიციტის დროს, შეგვიძლია მივიღოთ რაღაც ისეთი გადაწყვეტილება, რომ ეს არის სუბკლინიკური ჰიპოგონადიზმი და საჭირო არის ჰორმონჩამცვლობით თერაპიის დაწყება მკაცრი ანალიზების კონტროლით. რაც უფრო ადრე დავიწყებთ, მით უფრო კარგად ავირიდებთ თავიდან ისეთ მოვლენას, როგორცაც ეძახიან ხოლმე მამაკაცურ კლიმაქსს, ხო? რატო? იმიტომ რომ 1 წლის წინ, მაგალითად, ამ ადამიანს შეიძლება ტესტოსტერონის დონე ჰქონოდა რაღაც 20 ნანომოლი, თუმცა დღეს აქვს 8, 9 ან 10 ნანომოლი, რომელიც საგრძნობელი დეფიციტი არის ორგანიზმისთვის. კი, ლაბორატორიულ ნორმის ციფრებში შედის, თუმცა ინდივიდუალურად ამ ადამიანს შეიძლება საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნიდეს და ამ დროს საჭირო არის უკვე ჰორმონჩამცვლობით თერაპიის დანიშვნა, ანალიზების მუდმივი მონიტორინგით და დოზირების საკმაოდ კარგი შერჩევა.